არის განსხვავებები მართლმადიდებლებს, კათოლიკებს, პროტესტანტებს ამ განსხვავებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიალოგი არის, რა თქმა უნდა, მორწმუნეებს შორის და ამ განსხვავებებს აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა არ ნიშნავს ეს, რომ სხვას უნდა შეხედო და პროტესტანტს და კათოლიკს როგორც არაქრისტიანს შეხედო. ეს ასე არ არის, არიან პროტესტანტებში, კათოლიკებში ძალიან თავმიძღვნილი ქრისტიანები, რაც აქვთ იმას, რომ მაქსიმალურად ცდილობენ თავის ცხოვრებაში განახორციელონ ბიბლიას კითხულობენ, გულით ცდილობენ ქრისტესნებების შეასრულონ, მაგრამ მართლმადიდებლობა არის ის სარწმუნოება, რომელიც უწყვეტად მოდის მოციქულებიდან და აი მთელი ეს 7 საეკლესიო კრება ჩატარდა და დოქტრინალურად ერთი ხინჯიც კი არ აქვს მართლმადიდებლობას. და ამ რჯულს ატარებს საქართველოს უკვე 1700 წელია და დიდი ესა თავარი სიმდიდრე ქართველების, ფიქრობ ეს არის. ხო და იმას იძახის რა, რომ აი რიშელიეს და საფრანგეთის იმას ადარებს, რომ აი ჯუმა ეხა წერალია და რაღაცა ინტრიგებზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს კათოლიკურ ეკლესიაში მარტო ინტრიგები იყო. აგერ თომა აქვინელი ყავდათ და ბონავენტურა ყავდათ, ფრანცის ასიზელი ყავდათ, თომას მორი ყავდათ, რა ვიცი, ყავდათ ეს თავშეწირული ხალხი და ისინი ეკლესიის მიღმა კი არგენ, ეკლესიის წევრები იყვნენ. ხა რიშელიე თუ იყო, აქა-იქ სიმონიაც იყო ეგრე ეკლესიაში გავრცელებული დასავლეთში გაყიდვა ამ ეპისკოპოსების და რა თქმა უნდა ეს ეკლესიის წიაში ხდება როგორც ადამიანია და ყველგან ხდება ცუდის და კარგიც, მაგრამ ეს ამის გამო ჩამოწერო მთლიან გააუქმო და თქვა რომ ყველანი ცუდები არიან. ივანე მახარებელი წერს თავის ერთ-ერთ წერილში რომ ჩავედითო ამ და ამ ქალაქშიო და ეგ ეკლესიის ლიდერი არ გვიშვებდაო ჩვენო. ქრისტეს ყველაზე საყვარელ მოციქულს არ უშვებდა ვიღაცა და ძალოფლების მოყარე კაცი იყო ეს ალექსანდრე ერქვა თუ სწორად მახსოვს. აი უადრეს ეკლესიაშიც კი მოციქულს არ იღებს ქრისტეს უსაყვარლეს მოსწავლეს ვიღაცა ალექსანდრე ესე ძალოფლების მოყარე რომ ხდება ესეთი 1000 ბოროტება ხდება ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩამოწერო მთელი ეკლესია და ყველაფერი გაიგიო კარდინალ რიშელიესთან და ინტრიგებთან და რაღაცა პოლიტიკასთან. ეს ქრისტეს სხეული არის ზეპოლიტიკური, ქრისტეს სამეფო არის მარადიული სამეფო, როგორც პილატეს ეუბნება. ჩემი სამეფო ამ ქვეყნიური რო იყოს, ჩემი მოწაფეები იბრძოლებდნენ ჩემთვის და არ არის ამ ქვეყნიური. და პილატეც ხვდება, რომ არ შეიძლება მისი დაჟე რომის კანონები. იმიტომ რომ ის სხვა მეფობაზე ლაპარაკობს. ეს არ ეკვეთება არანაირად იმპერატორის ძალაუფლებას. პირიქით მოუწოდებს მიეცით ხარკი მიეცით კეისრის, ანუ იხადეთ ეს გადასახადები. პრობლემა არ არის, ამაში არანაირი რელიგიური რაღაცა ურთიერთობის დარღვევა ისრაელის ცოცხალ ღმერთთან არა გაქვთ. ეს მიწიერი განზომილება და ჩემი სამეფო ზეციური სამეფო არის. ამიტომ ეს ეკლესიაც აი ზეციური სამეფოს მიწიერი გამოხატულება არის.